zapravljeni, a zavisi na prozorima. Why is it gotta be so complicated? Maybe this love thing's overrated. My feet in the sand, but facing my hands. I know it's my fault cause I never make plans. Here is the airport, and here is our baby for the next 2 days. Philip is taking pictures just to make sure that we return it in the same state we take it. Vacation officially started. So we stopped at our first stop, only half an hour from the airport, and guys, look at this. Just look at this. I mean, how pretty is this? And the whole road we were driving from the airport, the whole road was so beautiful, so green. Literally felt like we were in the middle of the nature. So now Philip is getting ready. Our baby is gonna fly, and hopefully we will shoot some nice shots. Why is it gotta be so complicated? Maybe this love thing's overrated. My feet in the sand, but facing my hands. I know it's my fault cause I never make plans. And now you're telling me you love me, but she don't even know me. I'm down to hang, but if you're falling, do it slowly. Yeah, cause I've been thinking lately, if I take my time, try to get it right, I could see you in a different light. If I take my საქართველოდან მონტენეგროში ჩამოსვლა მხოლოდ გადაჯდომით არის შესაძლებელი, რადგან პირდაპირ ფრენები არაა. მე სტამბოლიდან ჩავფრინდი და 1 საათიანი ფრენის შემდეგ უკვე მონტენეგროში ვიყავი. თვითმფრინავის დაშვებისას უკვე გაოცებული ვიყავი თუ რამდენად ლამაზი აღმოჩნდა იქაურობა. ახლაც რომ ვფიქრობ, მონტენეგროს გზები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლანდშაფტით გამოირჩევა, რაც კიდევ მემინახავს. ქვეყნის ტერიტორიის 80% მთებით არის დაფარული, რაზეც სახელმწიფოს სახელიც კი მეტყველებს. მონტენეგრო ითარგმნება როგორც შავი მთების ქვეყანა. აეროპორტიდან რო გამოდიხართ, გზაში ჯერ ხეობებს გადიხართ, მერე კი თქვენს თვალწინ უცებ იშლება ადრიატიკის ზღვის ხედები. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყანაა, სიგრძეში სულ რაღაც 190 კილომეტრია, აქ ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი ბუნებაა. ქვეყნის პატარა ზომა კი მანქანით გადაადგილებას ძალიან მარტივად ხდის. როდესაც დანიშნულების ადგილზე ჩავედით, უკვე მოსაღამოვდა და ამიტომ მაგ დღეს ვერაფრის ნახვა ვერ მოვასწარით, პირდაპირ წავედით საჭმელად, შემდეგ ცოტა გავისეირნეთ, ბოლოს კი სასტუმროში დავბრუნდით. მინდა გაჩვენოთ ტერასა იმ სასტუმროში, სადაც ვართ გაჩერებულები მონტენეგროში. ნახეთ რა სილამაზეა. იქ არის უკვე გასასვლელი ზღვასთან. ჩვენ ვართ სად ვართ Philip? მონტენეგროში. კიდევ კი ქალაქი კოტორში. კოტორი არის მონტენეგროს ყველაზე ცნობილი ალბათ ღირსშესანიშნაობა, კოტორის ძველი ქალაქი. ჩამოვედით გუშინ. რატო ჩამოვედით მონტენეგროში? ეხლა ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ ეხლა არის მაისის დასაწყისი, ანუ პოლონეთში არის ოფიციალური არდადეგები. ხო და ესე დავამთხვიეთ ჩვენი დასვენება, მე და Philipმა. Philipი პოლონეთიდან ჩამოვიდა, მე საქართველოდან და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი დასვენება გაგვეტარებინა ორ ქვეყანაში, კერძოდ მონტენეგროში და ქორვატიაში. მონტენეგროში გავჩერდებით ალბათ 3 დღე დაახლოებით და მე მივდივართ უკვე ქორვატიაში. აქედან ცოტა შორს ამ ქალაქიდან, კოტორიდან, დუბროვნიკი, ანუ ქორვატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი, ძალიან ახლოს არის, სადღაც 1 საათის გზა არის და გუშინ რომ ჩამოვედით, ჯერ პირველი შთაბეჭდილება. No, thank you. გუშინ რომ ჩამოვედით, პირველი შთაბეჭდილება უკვე იყო ძალიან მაგარი, ანუ თვითმფრინავიდან რომ ვიყურებოდი, ხოვით, ისეთი ლამაზი მთები ქონია მონტენეგროს, აი სასწაულად ლამაზი. საქართველო ცოტა გამახსენდა, მაგრამ განსხვავებული მთები აქვს აქ და განსხვავებული ლანდშაფტია. თან თვითმფრინავიდან დავინახე მონტენეგროს ყველაზე ცნობილი დიდი ტბა, სკადარი ქვია და ამ ტბის ნახევარი მდებარეობს მონტენეგროში და მეორე ნახევარი მდებარეობს ალბანიაში და თვითმფრინავიდან ძალიან კარგად გამოჩნდა ეს ტბა და იმხელა იყო, აი თან ძალიან კარგი ამინდი იყო და არ ვიცი, აი ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი უკვე თვითმფრინავის დროს. სანამ თვითმფრინავში ვიყავი და მე რო ჩამოვედით, ანუ წინასწარ ვიქირავით მანქანა და წამოვედით აქ კოტორში. ცოტა შორის მონტენეგრო ძალიან პაწუკა ქვეყანაა და გადაადგილება ძალიან კომფორტულია მანქანით.
ანუ არ არის მაინც დიდი მანძილი. ჩვენ ახლა ჯამში დაგვჭირდა აეროპორტიდან აქამდე. საათ 9:30 მე მგონი, მაგრამ გზაში უკვე დავათვალიერეთ რამდენიმე ღირსშესანიშნაობა და დღეს არის ჩვენი პირველი მთლიანი დღე კოტორში და ჩვენი გეგმაა ახლა მივდივართ ჩვენი მანქანისკენ, იმიტომ რომ პარკინგი ვერ ვნახეთ ახლოს სასტუმროსთან და ჯერ მანქანით წავალთ ახლო-მახლო რამდენიმე პაწუკა ლამაზი სოფლის ანახავთ. მე დღის მეუნახევარში სავარაუდოდ დავბრუნდებით კოტორში. უკვე დავიწყებთ კარგად კოტორის ძველი ქალაქის დათვალიერებას. აქვე არის ერთი ციხესიმაგრე, სადაც გვინდა რომ ავიდეთ და იქიდან იშლება კოტორის ძალიან ლამაზი ხედი. და მოკლედ ამ შვენიერი განწყობით ვიწყებთ ჩვენს მოგზაურობას. თითქმის მივედი ჩვენს მანქანამდე. როგორც ყოველთვის, თან წაგიყვანთ და ყველაფერს გაჩვენებთ. ახლა გავჩერდით, აი უბრალოდ რაღაცა ადგილია შუა გზაში და ნახეთ რა სილამაზეა. It was late at night. You tossed and turned as thoughts began to play. How can this be life? Every day I walk just waste away, saving up the time to spend it all on mindless entertainment, as if we'd find. მე მგონი ძნელი ტურისტები დამძლებენ. ვერ ავწდი. შეფუთულები ვარ ცოტა. იმიტომ რომ ეს ორი დღე ცოტა გრილი ამედი დაემთხვა ჩვენს ჩამოსვლას. ხვალიდან მე მგონი უკვე იქნება 18 გრადუსი და გუშინე დღეს საჩვენებს 13 გრადუსს და შევიფუთეთ მაქსიმალურად. ცოტა ცივა ესე გარეთ რომ გადიხარ. მაგრამ ისეთ საოცარი ლამაზი ბუნებაა რომ სიცივეს ვინც ჩივის რამე. ადგილი, რომლის სანახავად მოვედით, მონტენეგროს სავიზიტო ბარათად ითვლება. ეს არის მე-15 საუკუნეში აშენებული მეთევზეების სოფელი, რომელიც 1950-იან წლებში მაშინდელმა ხელისუფლებამ ჯერ ძვირადღირებულ სასტუმროდ აქცია, შემდეგ კი 2006 წლიდან ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ შეისყიდა და სასტუმრო რეზორტად გადააკეთა. ეს სასტუმრო გათვლილი იყო პოლიტიკოსებსა და ცნობილ ადამიანებზე. აქ ისვენებდნენ სოფი ლორენი, ელიზაბეთ ტეილორი, მერლინ მონრო და ბევრი სხვა. Yeah. Okay. Yeah, you know what it is. Rest in peace, Mac, don't trip. Gotta thank Coda for the hit. Hobby turn a hobby to legit. Now we body every bit. Still a bushy bitch talking that bullshit, bullshit. So why you throwing shade on me? Cause I just do my thing low key. But naked while I'm doing Tai Chi. Never met a motherfucker like me. Yeah, man, what's up? ნახეთ აქ ყველგან იზრდება ეს ბუჩქია თუ ხე, ძალიან ლამაზი ყვავილები აქ. ყოველ ნაბიჯზე არის მონტენეგროში. Not a life that I choose. You loosened down my guard, sat right in my heart. ჩვენ ახლა ჩამოვედით მონტენეგროს დიდ მეორე ქალაქში, რომელსაც ბუდვა ქვია. და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ გაგვიმართლა ამინში, მაინც ძალიან მოგწონს აქაურობა. ჩვენ ახლა მივდივართ სასაუზმედ. ძველ ქალაქს ვახლოვდებით თან, ნახეთ რა ლამაზია. ეს არის ძველი ქალაქის კედლები. მე რო ვისაუზმებ იმის მერე დავიწყებ ძველი ქალაქის დათვალიერებას. რაღაცა ძალიან საყვარელი პაწუკა ქალაქებია მონტენეგროში. თვითონ ქვეყანას პატარაა და ეს ქალაქების და სოფლების ძალიან ლამაზია და პაწუკა და ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს. ახლა წეღან სადაც ვიყავით, აქედან 15 წუთის გზა იყო რეალურად და ყველაფერი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მონტენეგროს ტრადიციული სამზარეულო ძირითადად ზღვის პროდუქტებისა და ხორცეულობისგან შედგება. ამასთანავე აქ იგრძნობა ოსმალური სამზარეულოს ძალიან ძლიერი გავლენებით. აქ ვერ ნახავთ თანამედროვე სასაუზმო კაფეებს, ადგილობრივი საუზმე საკმაოდ სტანდარტულია და არაფრით გამოირჩევა. ნოყიერი საუზმის შემდეგ დავიწყეთ ბუდვის ძველი ქალაქის დათვალიერება, რომელსაც მე-15 საუკუნით დათარიღებული კედელი იცავს.
თვითონ ძველი ქალაქი არც ისე დიდია, მაგრამ ძალიან ბევრი მყუდრო პაწუკა ქუჩისგან შედგება და როგორც სხვა ძველ ქალაქებში, აქაც ძალიან ბევრ რესტორანს და სუვენირების მაღაზიას იპოვეთ. ნახეთ, ეს მე მგონი აქაური დავით აღმაშენებელია. ცოტა წააგავს. სამწუხაროდ მაგ დღეს ამინში ცოტა არ გაგვიმართლა, წვიმდა, თან ქარიც იყო. ამიტომ ეს ძველი ქალაქი ტურისტებისგან თითქმის დაცლილი იყო და ისე მიმზიდველად არ გამოიყურებოდა, როგორც მაგალითად მზიან ამინში იქნებოდა. თუმცა მაინც ძალიან მოგვეწონა და კაი ხანი ვიარეთ, სანამ კარგად არ დავათვალიერეთ. ძველი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სანახაობაა ვენეციელების მიერ მე-15 საუკუნეში აშენებული ციხე-სიმაგრე ციტადელა. ადრე ამ ადგილს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ის ქალაქს მტრის შემოსევებისგან იცავდა. დღესდღეობით კი ის ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ ლოკაციად იქცა, რადგან აქედან ზღვისა და ძველი ქალაქის საოცარი ხედები იშლება. არ შევიმჩნიოთ, რომ გაყინულები და სველები მაინც ამაგარია. შეხით. ფილიპი რო დამყვება ქალაქი. ნახეთ რა სუფთა წყალია. ბუდვიდან უკან კოტორში რომ წამოვედით, ამინდი კარდინალურად შეიცვალა. წვიმა შეწყდა და მზეც კი გამოვიდა. You're so sweet. ჩვენ გავჩერდით სადღაც შუა გზაში, იმიტომ რომ სასწაული ხედი ვნახეთ და ეხლა უნდა აუშვათ ჩვენი დრონი. აგერ ფილიპი ემზადება, სხვა ტურისტები ჩვენსავით ხედით კვებიან და აი ეს ხედი უნდა გაჩვენოთ. 2000 years later. სამწუხაროდ ფერფერი ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ როდესაც ჩავთვალე დრონი, დაიწერა ეკრანზე, რომ თურმე აქ არის რაღაცა სპეციალური ავტორიზაცია საჭირო ამ ზონაში გადასახებად. არა უშავს. მე მგონი წინ კიდე გველოდება არაერთი მსგავსი ლამაზი ხედი და იქ გადავიღეთ. აი დაახლოებით ასე გამოიყურება გზები მონტენეგროზე. ყველგან აბსოლუტურად. ულამაზესი მთები. როგორც წესი მოჩანს ახლო-მახლო პატარა სოფელი და ზღვაც. You don't really got no crystal ball. Shut the fuck up. I don't wanna hear that shit at all. You too stuck up, but ain't no problem. That I could've solved it. Always on a trip, always into some shit. Gotta be that zone. ძალიან ლამაზი ქვეყანაა, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფის. იმიტომ რომ ასეთი ლანდშაფტი მე მართლა არ მინახავს არსად. ეხლა მივდივართ ერთ-ერთ ცნობილ სოფელში, დასახლებაში, რომელსაც პერასტი ეწოდება. აქვე ახლოს არის და იქიდანაც შეგირთვებით. Not a life that I choose. You loosened down my guard. Set right. დღეს მე და ფილიპი ისე დავსვლა და ისე გავიყინეთ. დღის პირველ ნახევარში საერთოდ არ გვეგონა ამით გამოვიდოდა და ახლა დათვა თან აღარ წვიმს. მზეც გამოვიდა, ახლა კი ცოტა მიიმალა ისევ, მაგრამ თბილა და ის კარქასიაძე ვართ, მოკლედ. რა თქმა უნდა, ეს კარგი ამინდრივარი ყველა ადგილი სხვანაირად გამოიყურება, ეს სულ სხვანაირად აღიქო. ნახეთ, აქაც საღდგომოთ ემზადებიან. წეგან ვიღებდით დრონის კადრებს და ზეც გამოვიდა ძალიან ლამაზი გამოვიდა. იმედია მოგეწონებათ. ჩვენ თვითონ მოგვეწონა ეს დრონით ვერთობით ხოლმე ვუყურებ ჩვენს კადრებს და გვიხარია ხოლმე ლამაზი რომ გამოდის. ძალიან მომწონს ეს პაწუკა დასახლება. რაღაცნაირად ცოტა გვაგონებს კომოს ტბას იტალიაში. მაგრამ მთები განსხვავდება. მაგრამ ზოგადად რაღაცით გავს, წააგავს. თუმცა აქაური ძველი ქალაქია ის სრულიად განსხვავდება სხვა ძველი ქალაქებისგან, რომელიც მაგალითად ევროპულ ქალაქებში აქამდე ქონა ნანახია, ესპანეთში ან იტალიაში. რაღაც თავისი უნიკალური სტილი აქვს და აქ ძალიან ბევრი ძველი ეკლესიაც არის, რაღაც ესეთი 16-17 საუკუნეების და ეკლესიებიც სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. თითქოს აი იგრძნობა რომ ევროპაში ხარ, მაგრამ მონტენეგრო აი რაღაცა
მართლა განსხვავებულია. პერასტი ძალიან მყუდრო და ლამაზი აღმოჩნდა და ზოგადად პირველმა დღემ მონტენეგროში ჩვენზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ამ პატარა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მხოლოდ 2006 წელს მოიპოვა. მანამდე ჯერ იუგოსლავიის ნაწილი იყო, შემდეგ კი სერბეთისა და მონტენეგროს კავშირის წევრი. ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახა ქვეყნის ისტორიულ და ლინგვისტურ ფონზეც. მაგალითად, სახელმწიფო ენის მონტენეგროლის გარდა, მონტენეგროში დღესაც ჩვეულებრივად გამოიყენება ყოფილი იუგოსლავიის სხვა ქვეყნების ენებიც. ამასთანავე მონტენეგრო ის ერთ-ერთი იშვიათი სახელმწიფოა, სადაც ერთდროულად გამოიყენება ორი ანბანი: სლავური კირილიცა და ლათინურიც. ეს კულტურული მრავალფეროვნება, რა თქმა უნდა, ადგილობრივ სამზარეულოძეც აისახა. Great prawns. And what did you order? It was Monkfish. Monkfish, yeah. მონტენეგრომ პირველივე დღიდან გაგვაოცა თავისი სილამაზით და ერთი სული ქონდა მეტი რამ გვენახა და გაგვეგო ამ პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყნის შესახებ. Why's it gotta be so complicated?